მოგესალმებით, ძვირფასო სვენირებოდა მეგობრებო, ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ AstraZeneca-ს მორიგი ვიდეო თემით პოზიტიური ახალი ამბები და მეხუთე კოლონას ჯაჭვი და მთავარზე. ეს ვიდეო არის ატვირთული ამა წლის 9 ივნისს. მაშ დავიწყოთ. Yuri Liri ამბობს, რომ AstraZeneca Space-ზე ეს არის ახალი საიტი, რომელიც შექმნა Evgeny Lavrovმა, მეგობარმა, მისმა არისო ატვირთული ვიდეო როლიკები, რომელიც იყო YouTube-დან წაშლილი და რომლებიც იყო სხვა პლატფორმებზე განაწილებული. ეს ვიდეოები ჩემ არქივშიც კი არ ამაქვსო მე წაუშლიათ და იქ AstraZeneca Space-ზე არის ატვირთული ყველა სტატიები საიტიდან ღვთაებრივი კოსმოსი. ეს არის რუსულენოვანი ვერსია დევიდ ულკოკის საიტისა. როგორც იცით, დევიდ ულკოკი მოკლეს სკალარული იარაღით. იქ არის აგრეთვე ინტერვიუ კოსმოსური საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილეების, ანუ ახალ ვეტერანების ასეთი პროგრამებისა, როგორც 20 წელი და უკან კოსმოსური მონობის და უკან დროში დაბრუნების. ასევე იქ არის ატვირთული წიგნები, რომლის ფასი შეუფასებელია. აგრეთვე არის პუბლიკაცია დენდერულ კალენდარზე, სადაც აღწერილია კაცობრიობის წარსულის და მომავალიც და ისევ ზუსტად არის აღწერილი, როგორც ამას აკეთებდნო იმ დროს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტემდე, ან ძველი ეგვიპტეს დროში უпростоრად. ძალიან ბევრი ინფორმაციაა შეგროვილი საიტზე AstraZeneca, არ აქვს შეცდომა AstraZeneca Space. რისთვის დიდ მადლობას ვუხდიო ევგენი ლავროვს. ეს არისო კარგი ადამიანი და გვეხმარება ჩვენი საერთო საქმის გაკეთებაში. ხო, და კოორდინატები ამ საიტისა არის AstraZeneca Space. ეს არის ის რისი თქვა მე მინდოდა პირველ რიგში აქ მე ბევრ ამის ახლა აქ Yuri Liri საუბრობს სამ წიგნზე, მაგრამ ეს წიგნები გამოიცა ლატვიაში და ინტერნეტში არა მაინც და გამოვტოვე და გადავედი პირდაპირ სხვა თემაზე. Yuri Liri ამბობს, რომ მე დამიკავშირდაო ადამიანი, რომელთან ერთად ჩვენ მუშაობდითო ლატვიურ სამეცნიერო უფოლოგიურ ასოციაციაშიო, რომელიც აგრეთვე ეწეოდაო ენეოლოგიასაც. ეს ადამიანი არისო მეცნიერი და იქ საერთოდ ყველა ვინც იქ მუშაობდა, იყო ყველა მეცნიერები, რომლებსაც ჰქონდათო განსაზღვრული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა მეცნიერებაში და მათ შორის ენეოლოგიაში. ამ ადამიანმა ნახა არხი AstraZeneca-ის და მიცნო მე და დამიკავშირდა მეო, ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრებთო. ჩვენ გვაქვს რა უნდა გავიხსენოთო, ამიტომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ რომელიც მე დავხარჯეო ამ ასოციაციაში მუშაობაში ხელმძღვანელად, რომლის ხელმძღვანელი იყო ვალერი პარამონოვი, ბევრი რამ ხდებოდა და ორგანიზებას უკეთებდნენ სხვადასხვა ექსპედიციებს და ერთ-ერთი ექსპედიცია იყო კარლის ოთახის მოძებნის მიზნით. ალბათ რომ არსებობდა კარლის ოთახი რევოლუციამდე, ეს თქვენ ბევრს გაგიგონიათ, თუ არა და გეტყვით, რომ დღემდე ეძებენ კარლის ოთახს, რომელიც გაქრა რევოლუციის შემდეგ.
ხო ეს ასოციაცია რომელიც უნდა დაკავებული იყო გამოცნობი ფინავი ობიექტების საკითხებით უცებ ამ ასოციაციამ დაიწყო ამ ქარვის ოთახის ძიება დაინტერესდა ამ ქარვის ოთახით აგრეთვე ნოეს კიდობნის ძემითაც იყვნენ დაკავებული უკვე საქართველოში რომელშიც მეც ვიღებდიო პირად მონაწილეობას და ერთ-ერთ ექსპედიციაზე შეიძლება წიგნით დაწერო ისეთი ტრაგიკომიკური და ტრაგიკული იქნებაო რადგან ამ ექსპედიციის შემდეგ დაიწყო სტრუქტურის დანგრევა დაშლა რომელიც იყო დაფუძნებული არც ისე კარგი ურთიერთობით კოლეგების მიმართ მაგრამ ეს ისტორია რომელსაც მე თქვენ შეიძლება მოგიყვეთ ერთვენიერ დროს ახლა რატომღაც ეს ქარვის ოთახი და ყველაფერი ერთად დაკავშირებულია ახლა ასე ვთქვათ გასაჯაროვდება ჩვენი ისტორიის გვერდები მე გულისხმობ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ისტორიას რომელიც ეხება ყველა საუკუნეებს ახლა მე დეტალებში არ შევალო ქვეყანა კი იცითო როგორი იყო იქ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ოსტატებიო და ეს ოსტატები აღმოჩნდაო არ აღმოჩნდნო შემთხვევით თავის ადგილებზე მე ამას ვიწყობ იმისგან რომ ეს ოსტატები პოულობდნენო ადგილებს რომელსაც ჰქონდათო თავისებური ენერგეტიკა შემდეგ ამ ენერგეტიკული ადგილის გარშემო შენდებოდა მთელი ანსამბლი სასახლეების შენობებისთვის მაგრამ ეს ადგილი ირჩიოდა რჩეული ადამიანებით და დღეს შეგვიძლია ჩვენ ამ ადამიანებს ვუწოდოთ ექსტრასენსები ნათელხილველები და ასე შემდეგ იმისთვის რომ ააშენო ნაგებობა რომელშიც იქნებოდა განთავსებული ქარვის ოთახი მუშაობდა ხალხი ეს პირველი მეორე ის რომ ვინც ნამდვილად იყო დაკავებული ოდესღაც საკითხებით ადამიანზე როგორ მოქმედებდა მინერალები და არამინერალები ქარვა ეხება ისეთ საკითხებს ისეთ საგნებს რომლებიც არაა დაკავშირებული გეოლოგიასთან საერთოდ ეს ქარვა ნიშნავს რომ გაქვავებული და თავისში გაქვავებულ ქვას და თავისში რომელიც თავისში ინახავს ენერგიების სხვადასხვა სახეობას და როდესაც მე მუშაობდი ჩვენ სამედიცინო ცენტრში სახელწოდებით არტა და მე ხელმძღვანელობდი ლითოთერაპიის განყოფილებას ჩვენ ვიყენებდით ქვებს ადამიანების სამკურნალოდ წარმატებულად შეიძლება ითქვას და ქარვა ძალიან წარმატებულად გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადებების დროს მაგალითად ჩირქვანი მესტოპათიების დროს და ამდაღარი დაავადებების დროს როდესაც ეს ჩირქვანი მასები ჩნდება ადამიანის სხეულში და ეს რასაკვირველია ახლა უფრო ნათელი ხდება ვინც მონაწილეობდა ამ ქარვის ოთახის შექმნაში ისინი ფლობდნენ საჭირო ცოდნებს და ამ ქარვის ოთახში იყო კიდევ სარკეები და რაღაც ხელსაწყო და ამაზე სპორობენ დღემდე ისტორიკოსები ისტორიოგრაფები და ისინი ვინც ამ თემას სწავლობდა ეს ხელსაწყო შექონდათ ქარვის ოთახში და როდესაც საჭირო იყო მაგრამ რისის იყო საჭირო დგება საკითხი
მე დეტალებში არ შევალ ტექნიკურ საკითხებში თუ როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი, მაგრამ იქ იდგებოდა კრესლა, სავარძელი, სადაც ჯდებოდა ადამიანი, ამ ადგილას ადამიანის სიხო ენერგეტიკასთან რაღაც ამ ადგილას, სადაც სავარძელი იდგა და სადაც ადამიანი ჯდებოდა, ამ ადგილას ამ ადამიანს ემართებოდა რაღაც თავი მის ფსიქო ენერგეტიკასთან. რაღაც ემართებოდა. პირველი ის რომ ოთახი, ქარვის ოთახი ასხევებდა ძალიან უზარმაზარ ენერგიას, დღემდე ადამიანები დადიან ამ ქარვის ოთახის ასლში, ანუ აქვე გაკეთებული ქარვის ოთახები სამკურნალოდ და დადიან და ხანდახან გამოდიან იქიდან თავბრუს ხვევით და ეს არის იმ ქარვის ოთახის ასლი. ხო და მე მეგონა ეს ქარვის ოთახი უბრალოდ ქარვის ოთახი იყო და თურმე სულ სხვა მნიშვნელობა ქონია. არა და ბევრჯერ გამიგონია ამ ქარვის ოთახზე. აბობინ იქ ბიბლიოთეკა არისო, ცოდნის შეგროვილი, თურმე აი რა შეყოფილა საქმე. კიდევ ბევრ ახალ ამბებს გავიგებთ. დღეს ჩვენ ვიცით თანამედროვე ხელსაწყოებზე, დანადგარებზე, რომლის დახმარებით შეიძლება იმოგზაუროთ დროში ან სივრცეში და ამისთვის უნდა იყოს სადღაც საკმარისი ენერგია сконცენტრირებული, რომ ეს მოახდინო, ანუ ეს ენერგიები გამოიმუშავდება ამ სარკეების დახმარებით, რომლებიც არის განთავსებული ეგრეთ წოდებულ ქარვის ოთახში. და ამ თემაზე ბევრი რამე შეუძლია თქვას პენი ბრედლიმ, თვით იური ლირის ახსენებს პენი ბრედლს. ასე რომ მე ისე და ისე მე რეკლამას არ ვუკეთებ, უბრალოდ თუ გიდათ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოთ საერთოდ ყველაფერზე, პენი ბრედლის ინტერვიუში 12 ინტერვიუა, ოღონდ მეორე და მესამე ერთად მაქვს ატვირთული. იქ ცოტა არეული მქონდა მხედველობა, იმიტომ რომ კატარაქტა მქონდა, მე მეგონა შაქარმა დამიგდო ასე ძლიერ და ამიტომ ბოდიშკი ხდით. მაგრამ თუ თქვენ გექნებათ სურვილი, მე ამ ვიდეოს მოვძებნი ამ კონსპექტს, ეს დაკონსპექტებული მაქვს. ან პირდაპირ ასრანებიდან გადავთარგმნი, თუ გინდა და წერით ფორმაში დავდებ, თუ თქვენ შემოსვენელებო გაქვთ ამის სურვილი. როგორც საიდუმლო დოქტრინას ვდებ, ისე დაგიდებ წერით ფორმაში, დაწერილ ფორმაში მე ამ ვიდეოს. თუ გაქვთ საკურელია სურვილი. ხო, მაგრამ ჯერ უნდა მოვდებნო ახალ ბინაში რო გადავედი, ყველაფერი ის სად რა მაქვს დადებული, რაც უყარ პუთული მაქვს ის კონსულტები ცოტა შორს მაქვს შენახული. ამიტომ პირდაპირ ახლა ინტერნეტი კი მაქვს და პირდაპირ ინტერნეტიდან გადავთარგმნე მაგალითად თავიდან. მაგი მე არ მიჭირს და დაგიდებ თუ ამის სურვილი გაქვთ. მაგრამ ამას გავაკეთებ თანდათანობით. რომ ახალ ამბებსაც არ ჩამოვჭეთ. მონტოქში რომელზეც ყვებოდა პენი ბრედლი, იდგა სავარძელი, ამდაგვარი სავარძელი, რომელშიც იყო ჩატენილი რაღაც ხელსატყვეები და ეს ხელსატყვეები იძლეოდა საშუალებას შექმნა ტუნელი, რომელშიც უშვებდნენ ამ საცოდავ ბავშვებს, უშვებდნენ სხვადასხვა დროში, პენიც იყო მათ შორის, პენია მთავარი მოწმე ამისა და პენი ხოლმე იმალებოდა ამ განზრუნვილებებში და შემდეგ უშვებდნენ დრაკონიელს, რომ პენი მოეძებნათ. და ისეთი საინტერესო რაღაცებს ყვება. და ანანებე ეს გიტლერის სამსახური, ნაცისტური გერმანიის სამსახური, რომელიც იყო დაკავებული არტეფაქტის მოძებნით, რომლებიც დატოვეს ძველმა ცივილიზაციებმა და ისინი მათ მოძებნეს რაღაც ადგილი, ჩაიგდეს ხელში და ეს აღმოჩნდა ოთახი ანტარქტიდაში და ამ ოთახში ისინი რაღაცას აკეთებდნენ. რუსეთშიც არის ამ ოთახის მაგვარი ასლი ოთახი. მე არ ვიცი აქ ხსნიმე თუ არა რაღაც საიდუმლო რუსეთის თავრობის საიდუმლოს, მაგრამ მე მეჩვენება რომ თანა საჭირო სტრუქტურებს და რუსეთის
სამსახურს სამსახურმა საჭირო სტრუქტურებმა და რუსეთის სამსახურმა უნდა ჩაღრმავოს ამ თემასთან დაკავშირებით კვლევები, ანუ უფრო ღმართ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. და ჩემმა მოსაუბრემ, რომელიც უკვე ძალიან მოხუცია, ჩვენ საუბარში მითხრა, იურა, შეიძლება ეს იყოს ჩემი ბოლო საუბარი შენთან. ძალიან სერიოზულ თემაზეო. ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა კი მე ვუპასუხებ შეკითხვას, რომელსაც მე ხშირად ვისვამენ კომენტარებში. ხშირად დაფარული თაყვანურებით იწყება ეს შეკითხვები, მაგალითად, თქვენ ამბობთ რუსეთის მომავალზე, როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ თუ იქ რუსეთში არის მეხუთე კოლონა და რაღაც სახელმწიფო ჯაჭვი, რატომ ვერ გებულობს ხალხი იმას, რასაც თქვენ ამბობთ? ჯერ ერთი მეხუთე კოლონა არსებობს და ის არსებობს რუსეთის საჯაშუშო სამსახურში. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რაღაც ითქვას თავის დროზე, ადრე მაგალითად ბევრი რამის თქმა იყო აკრძალული, შეიძლება მოეკლათ კიდეც, მაგრამ მე მოვცენ უფლება ჩემმა კოსმოსურმა მეგობრებმა ამის თქმა და მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო. როდესაც მე მეკითხებოდნენ ცალკე პერსონები, მე ორჯერ მოვყევი ამ მეხუთე კოლონის ჯაჭვზე, ეს იმასთან დაკავშირებული თუ რა ხდება დღეს რუსეთის ტელევიზიაში, მე რუსეთის ტელევიზიას არ უყურებ, არ ვაპირებ ყურებას, მაგრამ არიან ხალხი, რომლებიც რუსეთის ტელევიზიას უსმენენ და უყურებენ. და ამ რუსეთის ტელევიზიის სინდიკატი, რომელიც სათავეში დგანა ბატონი ერნსტი, ამ ბატონ ერნსტს ყავს კიდე ვიღაც, ვინც მას მართავს. არ ვიცი ეს ვინ არის, პუტინია თუ ვინ, ეს მეორე საქმეა. და როგორც მე ვთქვი, მე არ ვიცი ის იქ რა ზღაპრებს ყვება, მაგრამ არის დივანი, პრეზიდენტის დივანი პესკოვი. მაგასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ სურპრიზი, რომელიც დაიმახსოვრა რუსეთის მცხოვრებლებმა დიდი ხნით მისი, როდესაც ის იყო მინისტრის საბჭოს მმართველობაში, ბატონი კირიენკო, რომელიც ახლა მართავს სპეციფიკურ სტრუქტურებს, აგრეთვე ბატონი კირიენკოს აქვს განსაზღვრული კავშირები ქალთან, რომელიც ცხოვრობს კუნძულზე. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი გამოცდის შემდეგ შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არ იქნება, მაგრამ 2014 წელს, როდესაც დაიწყო ნამდვილი ომი უკრაინის თავისი აღმოსავლური რეგიონების წინააღმდეგ და ამას უწოდებდნენ მართლა ანტიტერორისტულ ოპერაციას, მაგრამ მაპატიეთ, როდესაც ასეთ ოპერაციაში, ეგრეთ წოდებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაშიო ირთვება ტანკები, მძიმე იარაღი, ავიაცია, ეს უკვე გადადის ომში. იქ ბევრი რამე იყო. იქ იყო ვინმე სტრელკოვი, სტრელკოვი კი არა, სტრელოკ შესომა დაუშვა რობოტმა. იქ იყო ვინმე სტრელელი, გვარად გირკინი სინამდვილეში. ბევრი რამე შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას და ეს თემა დღემდე ცოცხალია. მე მიყვარს კინოდან მაგალითების მოყვანა, ასე რომ ეს
ჯაჭვური, ასე ვთქვათ, დაჯგუფება ძალიან საინტერესოა. 2013-ში გამოვიდა ასეთი საშპიონო სათავგადასავლო პოლიტიკური ტრილერი სახელწოდებით მებიუსი. ის დღესაც არის ინტერნეტში მისაწვდომი. იქ არის განჩი იმაზე, რომ ერთ-ერთი მაშინდელი ოლიგარხები, რომლებიც ფლობდნენ მედიო კომპანიებით, მან იქ განჩი იყო ბატონ მალაფეევზე და აქ გადაიკვეთება კინემატოგრაფია, მედია ჰოლდინგი და ვიღაცის ინტერესები. მას ეხტება და ჩრდილოვანი სახელმწიფოს მმართველები, ძველი მმართველებს აწყობთ ამდაგვარი სპეციფიკური სიურპრიზი, იმიტომ რომ ფილმი სახელწოდებით მებიუსი, ფილმში სახელწოდებით მებიუსი საუბარია იმაზე, რომ ვიღაც დასავლური მხრიდან კურირებდა ძალიან ბევრ რამეს, მეგობრებო, იმ მოვლენებში, რომელიც დაიწყო 2014 წელს და რომელიც ამ დაჯგუფების გეგმით უნდა დამთავრებულიყო 2017 წელს. უკრაინის გაძარცვით სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით. ეს დაჯგუფება, რომლის თავში იდგა კაკრას ბატონი მარკ მელბიუსი, ესენი იყვნენ გაერთიანებული სიტყვით ტემპლონი, ეს იყო სტრუქტურა. იქ იყო კიდევ სხვა ვარიანტი, მაგრამ ტემპლონი, იქ აგრეთვე იყო ჩაათრეული მალოფეევი, იურევი, ვინ არ იყო ვინ არ იყო ამ საქმეში გარეული. და ბატონი გირკინი, რომელმაც სტრელკოვის გვარით წარსგა, ასრულებდა იმ ადამიანის როლს, რომელსაც უნდა მოეწყო ნამდვილი ომი. ეს ასე ვთქვათ, კონფლიქტი უნდა გადაეზარდათ ნამდვილ ომში უკრაინასა და რუსეთს შორის. და მისი მთავარი ამოცანა ამ ესე იგი სცენების დადგმა, საომო სცენების დადგმა. ქალაქების კიდეზე, ანუ გარე უბნებში ნამდვილი გვამებით და რუსი მსახიობების მოწვევით ამ კინოში. მარკ მებიუსი მართავდა ნაკადებით, რომელიც უდრიდა ტრილიონებს და მთელი ეს დრო მან გაიკეთა თავისთვის სპეციფიკური კრედო სიტუაციებთან მუშაობის დროს. ინვესტირებდა იქ და მაშინ ინვესტირება უნდა გააკეთო იქ და მაშინ, სადაც ქუჩებში იღვრება სისხლი. თუნდაც ეს იყოს თქვენი საკუთარი სისხლი. ამას ამბობს კრედო მარკო მედიუსი. და უკრაინელების მიმართ განწყობას და ნებისმიერი ნაციის მიმართ, ელის მიმართ განწყობას მისთვის გასაგებია. მისთვის მთავარია მხოლოდ ფულის მთები შეაგროვოს. ზოგი რუსი ოლიგარხებიც დღემდე არიან ამ საქმესთან დაკავშირებული. ეს არის ძალიან სერიოზული სტრუქტურა, იმდენად სერიოზული, რომ იზიდავს თავისებურ ტექნოლოგიებს იმის შესასრულებლად, რომელსაც ისინი უწოდებენ ჯადოქრობად და ნებისმიერი გზებით, მეთოდებით, ხალხის წვალებით მათ ესე იგი გადააკეთებენ უსიტყვო შესრულებლებად. არის კიდევ სხვა ჯაჭვიც, უფრო ბოროტული და იქ ადამიანები უფრო ნაკლებად ცნობილი გვარებით, მაგრამ
რომლებიც ჯერ კიდევ არიან რუსეთის მთავრობაში, მართავენ რაღაცნაირად ამ ხალხს აქვენ თავისი ჯაჭვური ასე ვთქვათ აქვენ თავისი ჯაჭვები, ანუ ყავთ თავისი ხალხი, ჯერ ეს ყველაფერი მუშაობს და ეს ყველაფერი არა გაუქმებული და იური ლირი მიმართავს რუსეთში მცხოვრებლებს მე არ ვაპირებო თქვენს მაგივრად რამის გამოსწორებას, იმიტომ რომ ჩვენთან ლატვიაშიც მეფობს ის, რაზეც შეიძლება მშვიდად თქვაო, რომ ეს არის პოლიტიკური ქაოსი, ანუ ლატვიაშიც ხდებაო პოლიტიკური ქაოსი და ეს გაგრძელდება თუ ჩვენ ყველამ ხმა არ ამოვიღეთ, გავჩუმდით და გავხდებით უხმო მონაწილეები ამ ყველაფრისა. ნიშნულობა არ აქვს, სად ცხოვრობს ეს ხმა თუ არ ამიღო ხალხამ, ეს მთელ მსოფლიოში განმეორდება. სანამ ხალხი თვითონ არ დაკავდებიან თავისი საკუთარი ქვეყნის მართვად საკითხებით. სანამ ხალხი არ მიიღებს ჭეშმარიტ ხელისუფლებას. ჩვენ სულ ასეთ დღეში ვიქნებით. ჩვენი არხი ასტრალიონიკა მონაწილეობს ამ პროცესში. ხო, ამის თქმა უნდა იური ლირს და ახლა დაიწყება მუსიკა, მისი გიტარის მუსიკა, რომელსაც მე არ ვუსმენ. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.